ასეთი გიგანტი წარმოდგენა როა ღმერთზე უკვე არ შეიძლება თქვენ ასეთი მას თაყვანი არცეთ და ისეთ ნახევარღმერთის თაყვანიცემას და ქვებისაც და ხატებისაც მე მგონი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი ვიღაცა ხატი დაჩხაპნილი ვიღაც სულელის ჩამოკიდე და არქვი ნიკოლოზი, უშანგი და გაბრიელა კიდე და ეთაყვანე იმას. ეს სასაცილო არის. ნიკოლოზას კი არ შეუქმნია სამყარო. სამყარო ვინ შექმნა იმის მიმართ არანაირი მოწიწებას და იმას ვერ ხედავთ ჯერ ვერცად სივრცეში. სამაგეროდ გავიღაცის ხატი ჩამოკიდეს, სადაც არიციან ვინ არის, ასურათი არაფერი და დაემხობა მუხლებით და ნიკოლოზას ეხვეწება სახვეწარს. აი ამაზე დიდი აი ეს კლიაუზნიკობა, ამაზე დიდი მკრახელობა მე არ ვიცი. კაცი რომელიც იყო მოკვდავი, არაფრის მაქნისი, დაუბედურებული, ნებისმიერი, ქრისტეს მიერ გადარჩენილი, აი ესეთ კაცის სურათს ჩამოკიდებ და შენ თაყვანს ცემ და ეუბნები, მიშველი რა რამეო, ის ხო ღმერთი არ არის. ეს არ დაგეშმარება. მას აფერად შეუძლია. პირიქით, ის ელოდება ახალცას და ახალ დედამიწას. აბა ეს ამიხსენით ახლა ეს კლიაუზნიკობა თქვენ რა არის? ადამიანს კი არ შეუქმნია სამყარო. როგორ შეიძლება ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდეთ, რაც მოცემულია? გამორიცხულია, ხო? ადამიანი რას იკვლევს? ჩვენ წინ არსებულ სამყაროს, რომელიც ადამიანის მიერ კი არ არის შექმნილი. ამას სხვა შემქმნელი ყავს. და ჩვენ რაღაცა გვავიწყდებ ეგა და ყველა მაინც ერწმენით იწყებს. მეცნიერიც ერწმენას ეფუძნება. მეცნიერულ მიგნებების ერწმენაზეა ლაპარაკი. ის მეცნიერების ერწმენით სარგებლობს და ამდენად არის იგი მორწმუნე. მაგრამ ეს ხომ არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, მოკლედ ადამიანი თვითონ არის ქმნილება და არა შემოქმედი. მის წინ არსებული სამყარო ადამიანის მიერ იყო შექმნილი, გეთანხმებით, ყველაფერში გაერკვევა. აკი მართლაც ადამიანი რასაც ქმნის, ყველაფერი იცის მის შექმნილზე. განსაკუთრებით ტექნიკაზე. ისე კარგად აღიხსნის ყველაფერს არქიტექტური თავის სახლზე, ან მექანიკოსი მანქანაზე, ძრავაზე, მესაათე, საათზე, თავიდან ბოლომდე თავში უდევს ეგა. იმიტომ რომ გასაგებია მისი გონება აღმატებული არის. იმასთან მიმართებაში ფაქტურად მის წინ საგანი დევს უმოქმედო, უაზრო, უგონო, მაგრამ იგი კარგად ერკვევა ამაში, რამე თუ ეს აღმატებული პიროვნება არის. და ეს მექანიზმი, რომელიც უფრო რთული არის და არა ადამიანის მიერ შექმნილი, ლაპარაკი არის ხილულ სამყაროზე. როგორ შეიძლება აქ ადამიანმა ამ სამყაროზე რაიმე იცოდეს? ან როგორ შეიძლება მეცნიერული აღმოჩენა, როგორც ასეთი ობიექტურად კი არსებობს, თხრის ადამიანი რას მის წინ არსებულ სამყაროს თქვათ მიწას თხრის, არქეოლოგები ეძებენ ნაშთებს და ადგენენ, იზომებენ, ყველაფერი ეს პირობითი არის ადამიანის მიერ შექმნილი ხელსაწყოები. და არა ღმერთის მიერ. ასე რომ სასაცილო არის, როგორ შეიძლება ისეთი პრიმიტიული იყოს შექმნილი სამყარო, რომ მას ადამიანს შეეძლოს აბსოლუტურად ამომწურავი პასუხი გასცეს ამას. მაშინ იგი რა გამოდის ღმერთი არ ყოფილა აბსოლუტური გონება. ესე იგი, სამყაროს შექმნა ისეთმა გონიერებამ, რომელსაც ჩვენ ვერ შევიმეცნებთ იმ დონეზე, როგორც ღმერთი არის. ამიტომ ვარ ჩვენ სასაცილო მდგომარეობაში მეცნიერების და ყველა. წვალობ, რას მივაგენით რომ? ჯერჯერობით არაფერი არ არის წინწასული განსაკუთრებით სულის სფეროში. არაფერი არ იცის არავინ არა, ვერაფერს ვერ მიაგნეს, რაკეტებიც გამოიგენოს და ყველაფერი ეს იცევა ადამიანს დაუბრუნდა უკან ბუმერანგივით და უფრო დაკაბალდა ადამიანი და უფრო საშინელ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ძირითადი პრობლემები ვერ მოიხსნა, როგორიც არის სიბერისა და სიკვდილის პრობლემა. ყველაზე მეტად ადამიანს ეს აწუხებს და ვერ გადაიჭრა ისეთი პრობლემები ელემენტარული, რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანმა მოიწესრიგოს ცხოვრება. ჭირს ეს ისტორიულად ჩვენ ვიცით რომ კატაკლიზმები არის, უამრავი ომებია და იშვიათია ისტორიაში პერიოდი, რომ 2-3 წელზე მეტი დიდხანს გაგრძელებული იყოს სამშვიდობო ხელშეკრულება. თუმცა 3000 წლის მანძილზე და ცოტა მეტი წლის მანძილზე 8000 სამშვიდობო ხელშეკრულებაა დადებული. ყველა დარღვეულია და დიდი 2 წელი იყო სიმშვიდე დაცული. გერმანიის მეორე მსოფლიო ომს წინ უძღოდა ასევე ხელშეკრულების დადება, მაგრამ დარღვეული იქნა ისა. ვერ გაძვლა სამშვიდობო ხელშეკრულებამ და ერთმანეთს დაეტაკრენა. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ყველაზე მასშტაბური ომი მანამდე არსებულ ომებს. წარიწვში რომ იმას ვისამთ განეხილავთ. მეორე მსოფლიო ომი იყო მართლაც მონაწილეობის თვალსაზრისით მსოფლიო იყო და სხვერპლის თვალსაზრისითაც პირველ ადგილზე გავიდა. ვიდრე პირველი მსოფლიო ომი. ეს რაზე მიუთითებს? რა არის ეს, რა პრობლემების წინაშეა კაცობრიობა? ვერ გაუგია ვერაფერი ადამიანს და ვერც გაიგებს დაირატომ. ჩვენ წინ არსებული სამყარო ჩვენი შექმნილი არ არის. მას პატრონი ყავს. მე ჩვენ წინ არსებული სამყარო მატერიალური და ჩვენს ირგვლივ
სასიცოცხლო მაღალ ორგანიზებული აი ეს ფორმა, რომელიც ადამიანი არის, აი ესეც ადამიანის შექმნილი არ არის. ამასაც წავს შემოქმედი. აი როგორ გინდათ გავიგოთ. ვერც ადამიანი შევისწავლეთ ვინ არის. აქაც ჩვენ ბეცები აღმოჩნდით. არავინ არ იცის ადამიანი რას წარმოადგენს არსობაში. ფიზიოლოგიურად გაჭრეს, გამოჭრეს ეს ვერ შეეხციეს მის ფსიქიკაში, დაფარულია ყველა სფეროები. უფრო მეტი, როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი არავინ არ იცის. აქაც მეცნიერება ისევ ბეცი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რამდენი შრომებია დაგდებული. მარტივი მიზეზია აქ. რა მიზეზი? ადამიანი ადამიანის შექმნილი არ არის. ყველაზე კარგად ადამიანმა ის იცის, რასაც თვითონ ქმნის. რასაც თვითონ შექმნის, ამავე დროს ქმნილება მოიცავს თავის თავში შემოქმედსაც, მხოლოდ დაბალი რანგის. ადამიანი შემოქმედიც არის, ხო იცით? აკეთებს ყველაფერს, გადახედეთ რა ტექნიკას აკეთებენ ხომ, მატერიალურ ტექნიკაზეა ლაპარაკი, სამხედრო ტექნიკაზეა, როგორი არაღებს იგონებენ. აი გაგაოცებთ რა, ჩვენ გვაოცებს გონიერი ადამიანის მიერ შექმნილი ულამაზესი პროექტები. ფაქტი ულამაზესი სამაქანო ინდუსტრიაში მაინც მრეწველობაში როგორ იგონებენ ამას და რა მაგარი რაღაცაა. და ეს ყველამ კი არ იცის. ერთი ადამიანი იგონებს, მოიაზრება ეს ერთის თავში და მან იცის ყველაფერი თავის მანქანის სუსტი და ძლიერი მხარის შესახებ. ის დამალულია ჩვეულებრივი ადამიანის, ხო? დანარჩენები მას სწავლობენ. ხო, რაღაცა სქემა არის, სტრუქტურა არის და ჩვენ რთული მექანიზმი რო გვაქვს ჩვენ წინ, ჩვენ გვიჭირს ყველას არ შეუძლია მისი კონსტრუქციებში ღრმაწვდომა და სპეციალისტს უძახებთ. სპეციალისტი რა თქმა უნდა აღმატებულია ჩვენთან შედარებით და ის გაართმევს თავს, იმიტომ რომ ეს ადამიანის შექმნილი არის. აბა ახლა თქვენ გაერკვიეთ რა არის, თქვათ, ჩვენს წინ არსებული აი ხილული სამყარო, ოკეანეები, გამოშეუსავლელია ოკეანე, ხო დადიანე მოგზაურობენ, ეძებენ, იკვლევენ, რას მიაგნეს რომ? ვერამ ვერ გაიგო რა პროცესია სიკვდილი. ვერამ ვერ გაიგო ეს. თავს იმტრევენ, აი რა ხდება ადამიანში უცებესი არის, მე შეიცვლება. რა ხდება ფსიქიკაში? უცებ ადამიანი ლაპარაკობს აერევა გონება. და ისეთ სისულელეებს იტყვის და მე უცებ ისეთი საოცარი დაავადებები შემოდის, რომ ადამიანის ფსიქიკა მთლიანად 100 აი 180-ით შემოვრუნდება. და ტერმინებს დავარქმევთ. ათეროსკლეროზი, შიზოფრენია, ეს ყველაფერი ტერმინებია. საკუთრივი რა ხდება ადამიანში, ადამიანმა არის. აი რომელიც შემოტანილია ჩვენ თავში ათეისტური მსოფლმხედველობის, აი პრაქტიკული, თვალსაზრისით ხო მსოფლმხედველობა, პრაქტიკული იყო ის. ის უარყოფდა, თქვათ, სამყაროს წარმოშობას ღმერთის მიერ. აღიარებდა სამყაროს მარადიულობას და ჩვენ გაგვიხილავდა როგორც ბუნების ნაწილს და ბუნებიდან მოწყვეტილს. განვითარების შედეგად, ადამიანური განვითარების შედეგად ეს ფორმა, რომელიც არის ადამიანი, მოწყდა ბუნებას და ტრაგედიაც აქ არის. სხვა ცხოველები ჩარჩნენ ბუნებაში. ეს რაღაც სისულელია. ჩვენ ისე იგი ყველაზე ტრაგიკული პიროვნება ყოფილად ბუნების ნაწის ჰარმონია დაირღვა, იმის გამო რომ ჩვენ გონება გვაქვს, გამოგდებული ვართ იმ ბუნებიდან, რომელსაც ეს ფაქტურად გაგებული არის როგორც ღმერთი და პანთეიზმის სწორედ ეს არის. მაშინ ჩვენ ყველაზე საცუთავი ადამიანები ყოფილვართ. ბიბლიური ხედვა და ბიბლიური მსოფლმხედველობა ამის საწინააღმდეგოა. ბიბლიური ხედვით ყველაფერი დაალაგდა. სამყარო ჩვენ წინ არსებული სამყარო და მთელი galaktikები ღმერთის მიერ არის შექმნილი დროში. იგი დგას დროისა და სივრცის გარეთ და ისეთი პიროვნება ვერ მოიაზრება. როგორ უნდა მოვიაზროთ? აი ამ ხელა. აი ჩვენ მარტო მზის სისტემა ჩვენ ვავიღოთ. ამ ხელა რაღაცის შემქმნელი. ვინ შექმნა ეს? ან უზარმაზარი ოკეანე, რომელიც ესეც ვერ მოიაზრება, 177 მილიონ კვადრატული კილომეტრი არის წყნარი ოკეანის ფართობი. უზარმაზარი, აი მოიაზრეთ აბა. ვინ შექმნა ეს? როგორ? ადამიანი გრანდიოზულ რაღაცას მარტო თვითონ ვერ ქმნის. სჭირდება კოლექტიური რაღაცა მუშაობა. პროექტი ერთი კაცი აკეთებს, მაგრამ რომ წამოვჭიმოთ 30 სართულიანი სახლი, მარტო ერთი კაცი ვერ გააკეთებს ამას. უამრავი ხალხი სჭირდება ტექნიკის დახმარება, რომ წამოიჭიმოს ეს უმაღლესი შენობა, თუნდაც 500 მეტრიანი და ამით განიცდოს სახელი. ეს სამყარო ვინ შექმნა? უზარმაზარი. კოლექტიურმა ღმერთებმა? აი ვის წინაშია საჭირო ცოტა ესეთი პენ გულთრთოლვით მიდგომა და თაყვანის ცემა.
რა შექმნა ეს ღმერთმა და აქ რომ ადამიანს გონია რომ თვითონ არის ბატონ პატრონი ეს ხო შემოგვიტანეს მარქსისტებმა როგორ კაცოს მარქსისტებთან დახურულია საკითხი როგორც შეიქმნა ადამიანი როგორ ევოლუციის შედეგად იმპოზორე სიცოცხლე როგორ შემოვიდა სიცოცხლე ევოლუციის შედეგად სიცოცხლე არ არის ევოლუცია არის პროცესი აი მაკრო და მიკროევოლუცია გასაგებია ბიბლია არ უარყოფს მაგალითად მიკროევოლუციას არ უარყოფს როცა დავიბადე მე ევოლუცია ჩემში არის ბავშვობიდან გამოვიდა მიკროევოლუცია არის სწორია მეთანხმები ბიბლია ამას არ უარყოფს მაგრამ ერთი ფორმიდან მეორეზე რო გადამასკუპა მარქსიზმმა აი ეს როგორ ხდება როგორ შეიძლება ცხოველიდან მე ადამიანი ვიქცე სადღაც ხო რა კავშირი მაქვს მე ცხოველთან რა კავშირი მაქვს ჩვენ ადამიანებს თქვათ პირველ უჯრედებთან ინფუზორიასთან მე ეს ხანგრძლივი პროცესის შედეგად ერთი როგორ გადავიდა მეორეში და როგორ ხდებოდა ერთი ფორმაციის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა აი ფოკუსნიკობა აი ჯადოქრობა და აი სასწაული მარქსიზმში რო არის და მატერიალიზმში ჩემთვის მარქსიზმი უფრო სასწაულია ვიდრე ბიბლია ბიბლიაში ლოგიკურად არის ყველაფერი რატომ აბსოლუტური გონება გონიერი ღმერთი არის და ის ქმნის ყველაფერს მაგრამ მარქსიზმში ღმერთი არ არის მაშინ თუ ღმერთი არ არის კაცო როგორ შევიქმნი მე არ გამაგიჟოთ რა სიცოცხლე როგორ არის აი ნახეთ გეუბნებით რატომ არის რომ ხო პრეტენზია აქვს თვითონ რომ ბიბლია და აი ეს უფრო სასწაულებია არნაკლებად სასწაული არის მარქსიზმი მატერიალიზმი სიცოცხლე როგორ შემოვიდა მატერიაში როგორ შეიძლება ესა თუ გონიერი არსება არ არის სამყაროში ნუ ღმერთი რომ მოიაზრება როგორც გონიერი ხომ უმაღლესი ღვთაება გონება აბსოლუტური გონება ყოვლის შემძლეობა აი ეს ყველა ბუნდოვან საკითხს მიხსნის როცა ჩემ ცნობიერებაში აბატონებ რას რომ არსებობს გონიერი აღმატებული პიროვნება რომელიც კეთილია სიყვარული შეუძლია გონიერია უსაზღვროა დაუსაბამოა ყველგან არსებულია ყოვლის შემძლეა აი ამის შემოსვლა ჩემს გონებაში ყველა პრობლემას მიხსნის ამიგეთ ნახეთ როგორ უნდა და ეხლა თუ ათეიზმის თანახმად ღმერთი არ არის და სიცოცხლის წარმოშობა მაშინ რჩება ისევ ამოუცნობი მარქსიზმში მატერიალიზმში როგორ შემოვიდა სიცოცხლე როგორ აი მატერია შეიძლება სიცოცხლე გვაქვს მატერიისგან შეიძლება სიცოცხლე წარმოიშვას კი მატერია დავეთანხმოთ ბატონთან მატერიის პირველად ბატერია არის ღმერთი არ არის სიცოცხლე როგორ გაჩნდა მატერიიდან და ღმერთის არსებობით ღმერთი ქმნის სიცოცხლეს მატერიასაც და სიცოცხლესაც ის აკეთებს დიფერენცირებას რა იყოს მატერიალური და რა იყოს სულიერი ჩემთვის ეს უკვე ნათელია აქ დაალაგებულია ყველაფერი და ძალიან აწყობილი მაგრამ დაულაგებელია ათეიზმში როგორ შეიძლება ევოლუციური მილიონი წლების შემდეგ ვთქვათ 4 მილიარდის წლები არსებობს დედამიწა და 2 მილიარდი იტრიალა დედამიწამ სიცოცხლის გარეშე ტრიალის შედეგად რაღაცა ძალების შედეგად მერე მატერია ვითარდება და რაღაცა პირველი სიცოცხლე ჩდება მერე ამ პირველი სიცოცხლიდან გადის მილიონი წლები და მთელი ამ ციკლური მოგზაურობის შედეგად გავჩნდით ჩვენ არ არის ეს სასწაული და ათეიზმს რო კითხო სასწაულების არ ჯერა ბიბლიაში შენთან სასწაულები არ არის და ბიბლიაში სასწაულს გონიერი ადამიანი აკეთებს ღმერთი და ამ შენ ათეიზმში ამ სასწაულს ვინ ქმნის ნახეთ რა წინააღმდეგობა დაბრეცელტენ სამის გაგება კი არ უნდა აპრიორულად თქვენ რომ თქვენ თავში იყო სამყაროს ათეისტური ხედვა ბუნებრივია თქვენ ახლა უკვე ეძებთ ამის მასალებს არქეოლოგია რაღაცა ვთხაროთ აი ეს წლები რა თქმა უნდა გახედეთ ცას შეხედეთ და დაუშვით აი ეს რამ შექმნა ასე გონიურულად როგორ არის პლანეტების მოძრაობა არც ერთი არ იჯახება მეორეს მანძილების განსაზღვრა როგორი მანძილით არის დედამიწა დაშორებული მზეს ეს შეიძლება შემთხვევით იყოს და ისე მატერიისგან აი ნახეთ ჩვენი სასიცოცხლო პირობებისათვის ზუსტად ის მანძილია საჭირო მზიდან და რომელიც ახლა არის ან კიდე აბა გადახედეთ დედამიწის კონსტრუქციას როგორ არის ესე ლამაზად გაკეთებული და ოდნავ დახრილი ელიფსური ესე რო დადის სიჩქარეც რა კარგად არის ეს კაცო ღმერთის გარეშე არ გადამრიოთ რა თავისთავად საათი აიწყობოდა მას მე საათი ყავს პროექტორი ყავს არქიტექტორი და ამწყობი ამ სამყაროს ამ ხილულ სამყაროს უხილავზე აღარ არის ლაპარაკი
ამ უხილავ სამყაროს, რომელსაც მე ხედავთ, ხო, რაც მიგვიწვდება თავი. როგორ ასეთი რთული მექანიზმია და ამას პატრონი არ აქვს. აი ადამიანები რო დადიან, პატრონი არ აქვს. ეს ადამიანი მაიმუნიდან არის. მაიმუნი კიდე სხვა ინფუზორიდან არის და ეს ჩვეულებრივად არის შემთხვევითობა? აი სასწაული. აი ჯადოქრობა, აი ფოკუსნიკობა. აბა ნახეთ თუ ეს სრულწმენას არ ეყრდნობა ათეიზმი. აღარ თუ არ არიან მოწმეები. სად არის აქ რაციონალიზმი? ამ კითხვებზე ისინი გაგვირბიან. მე სიკვდილი თუ არ არის და გაქრობა არის. შენ მამაც ზაღლო, შენ მეტყვი ათეიზმს. რას მთავაზობ მორალს მე ვერ გავიგე. რა აზრი აქვს მაშინ მორალს? გაქრობა თუ არის, ეხლა ვინ როგორ მოიქცევა? რა მნიშვნელობა აქვს? ვინ ვის მოკლავს? რა მნიშვნელობა აქვს? რომ მოიწყე შენი თეორია, შენი თეორიით სახელმწიფო და წამოგვაჯექი თავზე და ტვინს გვირეცხავ. ეს ხო სწორი არ არის. რაღაც გარკვეული კლასის ინტერესების ამსახველი არის ეს თეორია და ავცელებ თელ სოფლიოზე. ეს რანაირად არის სწორი კაცო? ოღონდ შენი ჯეგილო? ეს ხომ რაღაც გარკვეული ჯგუფის ინტერესების გამომხატველიც არის მსოფლმხედველობა ხალხო. და არანაკლებად სრულწმენას ეყრდნობა. ვიდრე არის ბიბლია. ბიბლია რომელიც სრულწმენას კი არ ეყრდნობა, ფაქტებზე, რეალობაზე აგებულ აი იმას წმენას, რეალობაზე. აბა შეხედეთ, როგორი ჰარმონია არის. მე ადამიანი ყველაზე კარგი ის არის მიკრობა განვიხილოთ რა, როგორი ის არის რა, რაღაცა როგორ განსხვავებული არსება არის ამ დედამიწაზე, ეს არა ბატონ პატრონი რო არის ყველაფრის. ხო, ეს ადამიანი როგორ არეგულირებს ყველაფერს, როგორი შემოქმედებითი ნიჭი აქვს. ესეც შემთხვევითად არის? აი ეს აფეთქებების შედეგად იარა მილიარდი წლები, და როცა იქნა ეს უკაცრიელ დედამიწაზე წარმოიშვა პირველი სიცოცხლე ოკეანეში, სადღაც მე იქიდან წყალდა მე უკვე ვიარეთ და მოვეც ადამიანები და რაც თქო გავა უფრო და უფრო ძლიერი ვიქნებით, აფრინდებით. ეს არის ფანტაზიები. აი ეს არის თუ არის ფანტაზიები. და ბიბლიაში რა კარგად არის დაალაგებული. სამყარო ყავს გონიერი არსება. მე მოვდის ეს გონიერი არსება და გვეუბნება. ამ დღეში რო ხართ, ამის ბრალია. აბატონო წერილი, აბატონო პროექტი. როგორც არქიტექტორი პროექტს თავადებს და ვკითხულობთ, ასევე ბიბლია არის პროექტი. ეს არის პროექტი, დაპროექტებული ღმერთის მიერ სამყარო, ადამიანი თვითონ და თავის თავზე რაღაცნაირი წარმოდგენებს გვაძლევს იმის დამეხებით, როგორი უნარები გვაქვს და რაღაცნაირად გაგებას აქვს ადგილი. ჩვენ ამ რწმენით ვიღებთ და თუ თქვენ ეს რწმენა არ აქვს, მე გავიგე რა ფოკუსნიკობას აქვს თბილისში ადგილი. საერთოდ რა აღდგომას აღნიშნავთ მეგობრებო თუ ქრისტე არ აღსგარა და თუ ქრისტე აღსგა, ესე იგი ადასტურებთ იმას რომ ქრისტე არის და თუ ქრისტე არის და ღმერთია, მაშინ ყველა მისი სიტყვა დასაჯერებელი არ არის. ის რო გეუბნება რომ იცი რა, შენ ეს უნდა გააკეთო. შენ მე უნდა მიწამო. ეს არ უნდა გააკეთო. მაშინ ხო უნდა მოიქცეთ ეს. უნდა გჯეროდეს ყველაფერი მისი. პარადოქსია. ესე იგი საქართველოში თუ არის კიდე ათეისტური მსოფლმხედველობის ადამიანი და თანამედროვე დროს როგორც ბატონო მოთარმობძანა ეკლესიაშიც დადიან, მე გაუცებული ვარ. ეს რა არის? რა ფენომენია ეგა? თუ ათეისტი ხარ, რაღა გინდა იქ რო დახეტიალობ და თუ ათეისტი აღარ ხარ და წრენა გაქვს, რომელი ღმერთი გწამს ერთი მითხარი? აღდგომის გჯერა. გჯერა რომ სამყარო ესე შეიქმნა პატრონი ყავს. თუ ყველაფერი ის გჯერა. ეს ფოკუსნიკობას უაკეთებ, ეს რა ჯანდება არის? რა არის ეს ფოკუსები? და მე თუ ქრისტესი გჯერა, კაცო, იმის წერილი სათუ აღარ გჯერა. მისი დაწერილი არის, ადამიანის კი არ არის. აი ამ წინააღმდეგობები თქვენ წინ არის, მეგობრებო. და ამას შერიგება უნდა. მთელი კაცობრიობა მარტო ერთი ხუშტური კი არ არის. მთელი კაცობრიობა აგერ უკვე 2000 წელიწადია, წელიწადში ერთხელ აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს. დღე სასწაული არის. რატომ არის სასწაული? პრაზნიკი კი არ არის, რუსებს პრაზნიკ არის იმასთან წინაყარი, უქმესთან. ქართულში სასწაული არის. რატომ არის დღე ეს სასწაული? იმიტომ რომ არნახული რამ მოხდა. მეცნიერული ტვინისთვის გაუგებარი რამ. კუდრეთით აღდგა იესო. და მერე მისი სხეული შეიცვალა. და ამ ცვლილებასთან ერთად იგი სხვა განზომილებაში გავიდა. დაშორდა მოწაფეებს და ამაღლდა ცაც. სხეულით აი დაემშვიდობა, როგორც აი რაკეტაში ჩაჯდები და წახვალ თვითფერნავში. აი მიზი და ხილულმა კი არა, უხილავმა სამყარომ. იმიტომ რომ მისი სხეული უკვე აქ აღარ საჭიროებდა ყოფნას. მატერიალური სხეული მას აღარ ქონდა.
მას ჰქონდა განდიდებული სხეული. რაღაც პერიოდი დაყომათან და სხვებისთვის შეუმჩნეველი იყო. რამოდენიმე მოწაფე კი ატყობდა მას ყველაფერს. აი ესეთი სასწაულები ახლა ფანტაზიის სფეროა. და ეს არ არის ფანტაზიის სფერო, ახლა ინფუზორიიდან ადამიანი როგორ გაჩნდა? ზოგადად გონიერი არსება კიდე გასაგებია, ჩემთვის უფრო გასაგები არის გონიერება რო ქმნის რაღაც საგანს. აგერ ადამიანი, გონიერი ადამიანი შექმნა რაღაცა მანქანა. და არავის არ უყვისესა. რატო არ გიკვირთ? იმიტომ რომ თქვენ გონება შეჯიდება. და რა გასაკვირია ხახნო, ჩვენზე აღმატებული გონება რო ქმნის უფრო მაღალ ობიექტს, როგორც არის ეს ხილული სამყარო. რა არის გასაკვირია ეს? პირადად ჩემთვის აღარ არის გასაკვირი. პირიქით, შემოკარგებო. ჩემთვის ეს ესეთივე რეალობა არის. როგორც თქვენ თქვით, აგური, რო ხედავთ რეალური არის. ჩემთვის რეალური არის სამყაროს პატრონი რო ყავს, მისი წერილი. უბრალოდ ჩვენი შეზღუდული გონებისა გამო ბევრი რამე არ გვესმის და მიდრეკილება აქ ადამიანს ბევრი რამის გაგება. სურს ისე რომ ბევრი რაღაცა დაიგოს. და გაგვაგებინეთ დროზე ადრე ახლა ჩვენ ახლა გვინდა უცებ რაღაც გადავახდეთ ამ რაღაცებს და შეზღუდულია ჩვენი გონება და არწმუნებული ვარ ერთ ჩვენ დღეს ჩვენ ყველაფერს გავიგებთ. ლეგერ წვენა ისეთ დონეზე მაქვს მეტი რო არ შეიძლება გაუგებრობაში დაგტოვოს შემომქმედმა. ჩემი გონიერი ღმერთი აი რო უყურებ ასე არაფრით გაუგებრობაში არ დამტოვებს მე, იმიტომ რომ მან შემქმნა მე და დააკმაყოფილებს ჩემ შემეცნებას, როცა ჩვენ შევიცვლებთ. ახლა კი წმენით და იმედით ვიტოვებთ იმას, რომ ღმერთი უპატრონოთ არ დაყრის, გამოისყიდა ჩვენი ცოდვა, აღდგა ყველაფერი უფლებებში და დამშვიდით. მოვიპოვეთ მშვიდობა ღმერთში. მირ з Богом. თავწყნარით დამშვიდით და ვაგრძელებთ ცხოვრებას დედამიწაზე, ეს სტადია გასავლელია და იწყება ახალი სტადია. ახალი ეტაპები, ხო? რამე თუ ადამიანი უკვდავია და არ შეიძლება უკვდავმა მოკვდავის შექმნას. უკვდავი არის ღმერთი, ხომ? და არ შეიძლება მან ცდები ატაროს, თოჯინებად გავხადოს, გასართობად შექმნა, კაიფობს ჩვენზე, შექმნა, დავერიეთ ერთმანეთს, გაუთავებელი ომები, ხოცვა-ჟილეტები და ის კიდე წამოწოლია და ხარხარებს. ღმერთი არ არის ის პიროვნება, რომელიც იცით რა არის, ქმნის თავის გასართობად სამყაროს, მერე პატარა ადამიანებს, პატარა ღმერთკაცუნებს მოათავსებს იქა და შორიდან თვალყურს ადევნებს, რაებით არიან დაკავებული ესა. თვითონ კი გადაბრუნებულია და ხარხარებს და ხარხარებს. არათ მეგობრებო. ეს ადამიანის წარმოდგენებია. ღმერთი არის საყვარელი არსება, გონიერი არსება, კეთილი, ყოვლადწლიერი, ყოვლისშემძლე. მან შექმნა ჩვენ იმის გამო, რომ დიდი სიყვარული აქვს. თუ დიდი სიყვარულია კაც, კეთილია და გონიერია, ვერ დამაჯერებთ იმას, რომ გონიერები კაცი ხარხარებდეს ჩვენ მდგომარეობას. არა, ის გვაფრთხილებს ჩვენ, მოგვიწოდებს, ყოველ წელიწადს გვახსენებს თავს თავისი აღდგომით შობით, რომ მე ვარ. ყველაზე ბეყე კაციც კი ვერ გაიმართლებს თავს, რომ იცი რა, მე არ ვიცოდი რომ იყავი. ყველაზე ბეყე კაციც, ყველაზე ურწმუნო კაციც, ყველაზე სხვა ქვეყნის რელიგიის კაციც ვერ იყო, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია კომპიუტერისა და რადიოსა ტელევიზიის მეშვეობით, რომ მთელი ქრისტიანული სამყარო და არაქრისტიანული სამყარო აღანიშნავენ, მეორეენ თვალყურსადებენ, ადევნებენ დღესასწაულს. და მთელი მსოფლიო არ აღნიშნავს ბუდას დაბადებასა და აღდგომას. არც ისლამისტური სამყაროსთვის არის ცნობილი ყოვლის მომცველობა მათი რელიგიური წარმოდგენებისა. აი ქრისტიანობა კი. არის ხომ ქრისტეს პატრონი. აი ეს თუ არ აღსდგა, მაშინ ჩვენი საქმე ჩავათარი მეგობრებო. თუ ეგ არ აღსდგა, არ ჩვენ აღსდგებით. თუ ჩვენ არ აღსდგებით, სიკვდილის მერე გავხრებით. თუ გავხრებით, რაღა აზრი აქვს ამ თეატრებს და ვინ ეკლესიაში შევა, ვინ სანთელს დაანთებს და ვინ კიდე წამოუმაიტრიალებს. არაფერი აზრი ამას არ აქვს. და თუ ღმერთი არის, მაშინ ვაი იმას, ვინც ესეთ თეატრალურ წარმოდგენებს მართავს და იცი რა არის, თან ვიკინდარობს. ვაი იმას კი არ ურჩევ, აი მერე კი ჯობდა არ დაბადებულიყო ესეთი კაციო. თქვენია ბიბლიაში. მართლაც ვაი იმას. ხომ არის დღეს ვითომ ასეთი წმენის ისეთი აღორძინება საქართველოში. პარადოქსებიც არ არის, ხედა წმინდა ნიკოლოზის თაყვანისცემა, გიორგის თაყვანისცემა, მაგრამ მაგან შექმნა სამყარო.
რა აბრაამი არ გახსოვს, იოსები არ გახსოვს, მოსე არ გახსოვს. ხატი თუ არის მოსეს ხატია საჭირო და ეს კენი მაინც ღმერთს ელაპარაკებოდნენ და წმინდა ნიკოლოზი ღმერთს როდის ელაპარაკებოდა მე არ ვიცი. მე იმას კი არ ვიცი რომ ხატი მოსესი გავუკეთოს, მაგრამ არჩევანი რო იყოს მოსე ნამდვილად ვიცი რომ ღმერთთან ლაპარაკობდა. აბრაამი ღმერთთან ლაპარაკობდა. და ბუნებრივია ლოგიკურად მაინც მაგის ხატი მქონდეს. მაგრამ აი ნიკოლოზი რო ჩამომიკიდეს აქა და კაციშვილმა არ იცის ეს რას აკეთებდა? აი მკრეხელობა. ამას რა უნდა სთხოვო? და მით უმეტეს მოსესის არ შეიძლება და აბრაამის და ნიკოლოზის რატო ხატი რატო გამოვჭედო, ჩამოვკიდო კედელზე და მე კიდე ვიფოკუსნიკოთ რა ხატი გავხედავ სურათი გველაპარაკება. აი ეგ არის მკრეხელობა მაღალი დონის. ან მირონის ხარშვა. რა მირონია, რა არ მირონი, რის მირონი ხალხო? ყველაფერი არის მომსპარი. მომსპარი ადამიანი ხარშავს მომსპარ რაღაცას. რა სასწაული უნდა მოხდეს მან? რო წაისმევენ ახლა თავზე რა ის რქები ამოვა ვინმეს თუ ისა ნათელი გონება დაადგება. რა ბეყეც იყო ის კაცი ის ბეყე დარჩება გინდა მირონი წაუშვიდა გინდა ექსკრემენტი თავზე. მაგით არაფერი არ იცვლება. მაგრამ სამაგერო წარმოდგენები და თეატრი გრიალებს. ამ ხალხსაც ისე ბოთია ხალხი წარმოდგენები უყვარს, თეატრის ყურება უყვარს და განსაკუთრებით რელიგიური თეატრი ყველას მოსწონს. შევიდა ხალხი ხო მასებმა ღამეებს ათენებენ, კოლექტიური არის, ხოხოცობენ, ჭორაობენ, არის თელი ამბავი და თლიანობაში გამოთაყვანებული არის თელი ერი. აი ყველაზე აგრესიული, ყველაზე უსისხლოსო, ყველაზე უჯიგრო, აი საზოგადოება არის აი ამ წუთში საქართველო. ესეთი საქართველო 60-იან წლებში იყო ყველაზე თბილი იყო ქართველი ერი 60-იან წლებში. აი ყველაფერში ჩანდა, სოფელში მიდიოდი, ქალაქში მოდიოდი, გადაადგილდებოდი ერთი ქალაქიდან მეორეში კაპიკი, ფული არ მიქონდა არავის. მე გეუბნები ჩემ გამოცდილებას. მარტო ჩემზე ხო არ იყო. დაჭდებოდი თბილისიდან გაუწევდი ხეთს, აჯერზე ფულს არ გამოგართმევდნენ, ისე ჩახვიდოდი ბათუმში და ქუთაისში. ესე დავდიოდი სულმე. თელი საქართველო მე უფლოდ მოვიარე. ეხლა მოიაროს ვინმე აბა უფლოდ საქართველო. არაფერი ფული ჯიბეში არ მქონდა. ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ვათენებდი, მაჭმევდნენ, მასმევდნენ, შიგარი და სითბო მხვდებოდა თელ ტერიტორიაზე. თან არ დაგავიწყდეს ათეისტური ქვეყანა იყო. დღეს რა ხდება ხახნო? დღეს რა ხდება? ასეთი მორწმუნე ერი, ასეთი გულცივი რატომ არის? და პირდაპირ გაგებით გულცივი. თავა ამის გადაადგილდით ახლა უფასოც. სადმე 200 კილომეტრზე. მოიარეთ და ყველა ოჯახშია და შეიარეთ აბა გაგცენ ისე პატივი. ხო, ან კიდე გვერდზე გადახედეთ უკვე როგორ ის არის აღარენელი ერთი ნათესაობისა მეორეზე. უნდა აჭამო, ასვა იცი, შეინახო. ესეთი რამე არ იყო მაშინ. პარადოქსია ხო, ათეისტურ ქვეყანაში სიტყვა და სიყვარული ერისა შენარჩუნებული იყო და აი ეს რა რელიგია შემოვიდა ასეთი რომ ღვთლიდან დაწყებული, იმით დამთავრებული ერთმანეთს ატანა არ აქვთ ერთმანეთისა. ხო, ერთმანეთს როგორ არის, აი დაეტაკებიან. ისე მწიფთები, სტრესები. იმიტომ მეგობრებო რომ აქ არავით არის ძალა ღვთისა, არაჩამს. აქ არის სატანური ძალა. სატანის აი ესე სატანა იგონებს თელი რაღაცებს, აქ ათასნაირ წარმოდგენებს, ცეცხლის ჩამოტანა, ხატების მრავალფეროვნად ჩამოკიდება და იმდენი წმინდანია, მე მგონი თუ გინდა დატანჯო კაცი, უნდა მისცე დავალება. აი ყველა წმინდანის სახელის ზეპირად მითხარიო. სად არის რომელი მასია წმინდანი? აი ამ წმინდანებს არსად არ ცნობენ მეგობრებო, არსად ბიბლია არ ცნობს ამასეთ რამეს. წმინდანი არის ყველა ის, ვინც ქრისტეს აღიარებს. ვინც ქრისტემ მიიღო, ის წმინდანია. აი ეს გაგიბა აქ რომელიმეს მართლმადიდებელს. აი როგორც კი წმენაში თქვენში ქრისტე დაიბუდებს და თქვენ აღიარებთ იესოს უფლად, აი იმავე წუთში თქვენ წმინდანი ხართ. გასუფთავებული ხართ, გამართლებული ხართ ცოდვისაგან. და სხვა წმინდანი. მორჩ. და აი ნიკოლოზი მე-4 საუკუნეზე ვიღაცა ბოთეკაცი დადიოდა სადღაც ვინის ვინ რა იყო აჯამთელი ვარავინ არ ვიცი ხო ეს ლეგენდები რადგან და სულ გარდაცვლილი ხალხის მომიყვანე და გალერეა შემიფსე რაღაცა ბიზანტიელები ბერძნები ჩამომიკიდე კედელზე რა არის ეგ კაცო რა ვის ასჭირდება ეგ ეს ხო გავს კომუნისტურ სივრცეში ყველანაირი რევოლუციონერების სურათები და ქანდაკებები რო იყო ემა ეს ხო დაანგრიეთ თქვენ არ გახსოვთ კომუნისტურ სივრცეში ყველას ამოქეკავდნენ გინდა ომის დროს გინდა ეს აი კონკავშირლების ყველა სურათები იყო და გამოგვილაყებდნენ ტვინს ყველას გვარები უნდა გწოდნო და პარტიის ყველა ყრილობის იმაზე დასწრება დელეგატებს ებირათ ზუსტად იგივე ხდება დღეს ეკლესიაში ამ გაუთავებელი აი მრავალრიცხოვანი წმინდანების შემოსევა არის ეს არაფრის მომცემი არ არის თქვენს მინისტრის არაფერი ნული
პირიქით უფრო დააბნევს ადამიანს და გამოაშტერებს. უყუროთ აგერ ცოტა ხანი და ნახოთ რამდენ ხანს შეინარჩუნებს ერი ამ რელიგიურ შიზოფრენიას. რამდენ ხანს. მაგას ხო თავისი ენტროპია აქვს ყველაფერს. დაიწყო ნელ-ნელა ეხლა 2-4 წლის მერე დაიწყება დაფეითება. და ვინც დაჩება გიჟები იქნებიან, ვინც გამოვლენ ჯანმრთელები გამოვლენ. აუცილებლად გაჯანსაღების გზაზე მდგომი ხალხი მოშორდება მაგას. და ვინც იქ დარჩება, ის ნახევრად ჭკუა შეშლილი უნდა იყოს. და მართლაც ვინც რელიგიური მართლმადიდებლური ფანატიზმშია, გადახედეთ მისის შეშლის სახეს. აი მაგასთან ვერ დაილაპარაკებ რა. გისაგავს. ვერაფერს ვერ ეთქვი ჯანსაღი წინანდება რო უთხრა, ის სიყვარულითაც კი არ გაგიკარებს, ფუიეშ მას და გაიქცევა. აი ესეთი გაგება აქვს, ჩემო კარგებო. მაგას სამწუხაროდ ვარო აი ესეთი ის არის მაგ. ხო და როცა დაფიქრდებით რომ სამყაროს გონიერი არსება ყავს და ეს არ არის ჩვენი ფანტაზიები, გონიერება უკვე გაგიხარდება. გინდა ურთიერთობა გონიერთან. აი როგორც ჩვეულებრივ ადამიანური ურთიერთობის დროს, თქვენ ქსიამონებთ ჯანსაღი საუბარი და ბრძენ კაცთან სიარული. ხო ქსიამონებთ. და მით უმეტეს რომ სამყაროში აღმოაჩენთ რომ გონიერი არსება, არ გინდათ მასთან დაახლოვება. ხო ყველას უნდა ჭკვიან კაცთან ურთიერთობა და აიგივებდეს თავის თავს ან ასოცირდებოდეს რომ აი მე ვიცნობ ამას. რაც უფრო ჭკვიანი და გამოჩენილი ადამიანი, ყველა ადამიანს უნდა რომ აი მეც ვიცნობ, აი მე წამიკითხია ისა და ამაყობს ამით. მით უმეტეს სამყაროს გონიერი არსება ყავს, რატომ არ ამაყობ ამით რომ იცნობთ თქვენ მას. ხო, ერთ-ერთი ირემიას ერთ-ერთ თავში ესეც წერია. ნუ იამაყებ ნურც იმით რომ ფული გაქვს, ნურც იმით რომ ჭკვიანი ხარ, იამაყე იმით რომ იცნობ ღმერთს. აი ესე წერია მათ ღმერთს პირდაპირ მოგვიწოდებს, იამაყე იმით რომ მიცნობ მე. პირველ პირში ესე წერია. მათაც არ არის განა საამაყო. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანზე გიждდებით, აი მას ვიცნობ, აი მასთან ვიყავი, ხელი ჩამოვართვი, ხო? უმტოვნო განვიშალოს სიყვარულით, ხო, მაგარი რამეა. თორე პირდაპირ გითხრა, არის იმამაყოთ არაფრით. არის ამაყოთ ადამიანებით, იამაყე იმით რომ მიცნობ მე. და ეს ახლა თუ ეს შეუძლებელი არის, რატო წერია ეგა? ესე იგი, ღმერთის ასე თუ ისე ცნობა შესაძლებელი ყოფილა ჩვენთვის. შექმნა რა ჩვენ არ შეიძლება გონიერმა არსებამ შემქმნას და საერთოდ ვერ ვიცნო ის. რაღაცა მოხდა ჩემში, რომ ვერ ხედავ. აი ეს აღადგინა რა იესომ, ეხლა აუცილებლად უნდა ვიცნოთ ის, ვინც ჩვენ შექმნა და რა ლამაზი და რა კეთილი არის. ჩვენ ადამიანი შეამოვნებს, იმიტომ რომ კეთილი და გონიერია და ამაზე აღმატებული ღმერთი ხო ალბათ გადავირევით და განვიშჭოლებით ისეთი თოლით და სიყვარულით მეტი როა შეიძლება. მისი შექმნელი ესე ქმნილებები მოგწონს, ლამაზ გოგოს დავინახავთ, ყველას უნდა მასთან ყოფნა, ლამაზი კაცია, მასთან გვინდა ჭკვიანია, მასთან გვინდა და რატომ ღმერთი არ უნდა გვიყვარდეს უფრო აღმატებული, აი ეს ვინც შექმნეს ლამაზე? გვიყვარს ლამაზი, თქვათ, ტყე-პარკები, ზღვა, ხო, როგორ უყვარს ხალხს ადამიანს ზღვა, ხო? ეს იცით ვინ შექმნა? ღმერთმა რატომ არ გიყვარს ზღვის შემქმნელი? ზღვა კი არ უნდა გვიყვარდეს. ვინც ზღვა შემქმნა? ჩვენ იერარქიაში წინა პლანზე ყოველთვის ის უნდა იყოს და რაც უფრო გაბატონდება, ის უფრო მეტად კარგად განვიცდით იმ ზღვის გემოიქნებას თუ ქალი და კაცი. ჩვენ უკვე ღმერთია ჩვენში გაბატონებული და უკვე თავისუფალი ვართ ჩვენ სიყვარულში. მონა კი აღარა ვართ. ღმერთი რო გაბატონდო, ჩემი სიყვარული სამყაროს მიმართ თავისუფალია და ეს ხელს არ მიშლის, რომ დაუშვათ მივატოვებ. ხელს აღარ შემიშლებს. როცა გარდაიცვლება ჩემი საყვარელი პიროვნება, მასზე აღარა ვარ დამოკიდებული მე. პირიქით მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს დააყო ცოტა ხან ჩემთან ამ ადამიანს და დამატკბო სიყვარულით. აი ბავშვი როცა იყო ჩემთან და როგორ განიცდის ათეისტი კაცი დაბმული რო იყო შვილთან, რა დღეში არის. უკვე საფლავზეა დღე და ღამე, იქ აიშენა სახლი, გლოვობს ტირის და ღმერთი უყურებს და ეუბნება შესაწყალო შენა. აბა ტვინი გაქვს თავში. იმის მაგირად რომ ჩემთან იყო. ვისთან ახალ? ეგ ხო მე მოგეცი. მე წავიყვანე, ეგეც არიცი. და რაცოდვა ეგეთ ხალხია რა. კარგი არის, როცა ჩვენი გონება ისე მოიქნება და ისეთნაირად მოიმართება, რომ სამყაროს პატრონს რაღაცნაირად შემოიყვანს. თან ყველაზე მეტი მოთხოვნა ადამიანის მიმართ ღმერთიდან, იცით რა მოთხოვნილებაა? ყველას ევალება შეიმეცნოს ღმერთი. ეს არის აუცილებელი წინაპირობა. ისე აბა როგორ უნდა დავტყვით ამ ქვეყანაში. და ესე რა ხდება ახლა საქართველოში, მეგობრებო? მოდით თქვით რომ ეგ ცოტა ახლა აქედან რო უყურებთ მაინც როგორი საგიჟეთი არის, არ ვიცი ახლა. როცა მონაწილეობს კაცი, რაღაცა ბევრ რამეს ვერ გძნობ, ხუჭავ თვალს, იცი, იმიტომ რომ ყველაფერი გაიგო, გასივდები გულზე. აი გარედან უნდა ნახოთ, მანდ რა საგიჟეთი არის.
რაღაცა უცხო რაღაცაა, იცი, თეატრი, წვერებში, დადიან, განსაკუთრებით ყველა ერთმანეთს რო ეჭუბება, იქით იმას ამტკიცებს, ეს ამას ამტკიცებს, ეს მამაო იმას, აი გვეყნიან, ხახნო, ეს იქიდან არა, თქვენ გძლებო, საშინელებაა ისა, ხო? თითელი ქვეყანა თითქოს არის, ესეთი საქართველო არის, იცი, აი, შეშლილთა სახლი. აი და პალატები არის ჩამორიგებული და ზოგი ძალიან აფრენს, ზოგი ცოტა ისე არის, ზოგი ახალი შემოყვანილია და ცოტა კედელ დადის. ზოგი კიდე ისეთი სტაჟიანია, კარგი გამორებს კარიდორში გიშივით და სულ უღრიალებს. აი რაღაც შეშლილთა სახლს უბრუნავს ქვეყანა. სახელმწიფო შეშლილთა სახლს არ უნდა დაემსგავსოს. აი ოპოზიციასაც გადახედეთ. ამოდიან ყეფავენ წაღლიპივით რა. აი ერთი მეორეს ჭამს, მესამე მეოთხეს როგორ არის, აბა მე უფრო კეთესება, მე ვარ ჭკვიანი, არა შენ კი არა, მე და გაერთმანეთის ტალახის სროლა. საათ არის მანდ ღმერთი ხა მეგობრებო, საათ არის მანდ მადლი. რა მირონის ხარჩვაა, მეგობრებო, მე მგონი გვატყვევენ, მან ექსკრემენტი იხარშება და კაც შვილმა არ იცის. რა მირონი, რის მირონი და ქრისტეს მერე რა მირონი არის? ან მირონს რა დანიშნულება აქვს ბიბლიაში იცით? ქრისტეს მერე რა მირონზეა ლაპარაკი ხახუნო? ქრისტეს მერე არის სიყვარულზეა ლაპარაკი, მოყვასის და მტრისა და ერთმანეთის გატანაზე და დახმარებაზე და რა მირონი და რის რაღაცა ჯვრები და ვის რა თუნდა ეგენი, ა? ეგ არის რელიგიური წარმოდგენები. მაგრამ ძალიან უნიჭო წარმოდგენა არის. ძალიან უნიჭო მსახიობებით და თავის როლსაც კარგად ვერ ასრულებენ. მესმის რატომაც არის ხანგრძლივი ძლიერი დაწვრთვის შედეგად ფსიქიკა ისეთი რამეებს აკეთებს. მართლა დაინახა ვიღაცამ რატო არა, სულ გიპნოზი და მე მოდის მანდ და მართლა არის. მე მჯერა რომ მან დაინახა, მაგრამ ობიექტურად კი არ არის ისა. მან დაინახა, მისმა ფსიქიკამ დაინახა. რა დაინახა თვითონაც არის ის. გახსოვს რა ხდებოდა საქართველოში 90-იან წლებში. შემოტევა იყო ცოტა უფოლოგიისა და ეს რო იყო კიდე რა თეფშებზე და იმაზე გახსოვთ ალბათ. მთელი ერი ფაქტურად დაიყო ამ შიზოფრენიამ. გახსოვთ გავიდა დრო და ხოღერავ რაღაც პერიოდები არის, როდესაც ხალხის ცნობიერება რაღაცა დახარდებული ესეთ იმას იცი მოირღვა ისე რაღაცა იდეალები და ბუნებრივია მთელი ერი თუ გახსოვთ ერი ბერი და ყველა დაკავებული იყო ამ ფრენავი ობიექტებით და პრესაც, ტელევიზიაც. რატომ ვიძახი ამას? რაღაცა პერიოდი გავიდა და აღარავის აღარ ახსოვს. აი ესეთი რამე არის დღეს საქართველოში ხლა ამ რელიგიურ ფანატიზმთან ის ნახეს, ეს ნახეს, ესეც აუცილებლად ამ სახათსაც ერი მოიხდის. და ნამდვილი რწმენასთან ამას საერთო არაფერი არ აქვს. ნამდვილი რწმენა დარჩება ისევ რწმენა საღი, ჯანსაღი, გონივრული აზროვნება, ის მაინც დარჩება ქრისტესთან, ვინც დარჩება, გამიგეთ. და ეს ახლა ეს მალე წავაგაც მოიყიჭებს ამას ხალხი. თავიდანვე ყველა გვეწინააღმდეგებოდა, მახსოვს გაზეთებით დარბოდა ისეთი განათლებული ხალხი, გაუცებული ყავი, უშუალოდ მე შევეხე, ხო შემეხო მე ესა. ირულ ყველა გიჟი იყო რა ირული, მე ვიფიქრე, კაცო, ეს ხალხი ვერ არის თავს დალაგებული. აი მე რა მიყვეს მე მაგ ხალხის არავის არ უთქვი არც ბოდიში არაფერი რა. ისე ბეყე ხალხმა გააგრძელა ცხოვრება. კაცისთვის აღარ ახსოვს ეგა. აი ბალკონებზე გამოდიოდნენ, ყველა გარეთ იხედებოდა, გაზეთები წერდა, ახალგაზრდა კომუნისტი და მთელი 3 თვე წერდა. ხوارგონი ერთი. ყოველთვის სურათები ბეჭდებოდა, სოფლიო ისენი მოქონათ, აქ ნახეს, იქ ნახეს ეს რა. გამსახურდიაც გააგიჟეს, ხალხმა გვატყვევენ, ზოგმა ცაში პირველად აიხედა. ხო და აი ეს შიზოფრენიული ისენი ყველა ეპოქას ახასიათებს და მეტყობა ახლა ეს გადარჩა, აი ეს რელიგიური ექსტაზები, შიზოფრენიები, ამასაც თავისი სახადი აქვს და ეს სახადიც მოიხდება. იმიტომ რომ ამას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ და ბიბლიაში წერია. არაფერი. მე ათეიზმს არასოდეს არ ვიქადაგებ. ეს არის სისულელე. ათეიზმი არ არსებობს. რა ის ყველაზე პესიმისტური მსოფლმხედველობა არის ათეიზმი. ყველაზე პესიმისტური. აუ ღმერთი არ არის, აბა რა სათამაშო ვარ და მით უმეტეს რაღაც მინდა ყველაფერი გამართლებულია. ათეიზმის თანახმად ყველაფერი გავაკეთებ. მე რაც მინდა გავაკეთებ. აუ კაცო, ათეიზმი საკათაგებელია, სატანურის არის. ღმერთი არის, გასაგებია, მაგრამ აი ეს რაც ხდება საქართველოში, ეს ახლა ეს არის ხო ვიცი რაცა. ეგ არის იგივე თეფშები რა. აი ხალხს მოწონს ეგ, აი თეფშები დადის. ეხლა ხატია, აი მე მარიამს ხედავთ, ნიკოლოზას ხედავთ, თქვენ ზოგი გაკუნებენ თაში ყოველ დღე მოძღვართან დადიხარ. ბოლო რაღაცა სისულელე დაინახავ ეხლა ხო? ზოგი შარლატანობს, ზოგი მამაძაღლ, ზოგი თვით გიპნოზირებას აკეთებს, ხო არა თვით გიპნოზი. აი ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ტემპერამენტზე და მის ფანტაზია წარმოსახვის უნარზე. ხო, ჯანსაღი კაცი და მოაზროვნე ვინც არის, გაემიჯნება ესეთ სისულელეს, მაგრამ არ გაემიჯნოს ისე რომ ათეიზმში მოადინოს თაყანი. ჯერჯერობით ჯანსაღ საზოგადოებაში, რომლებიც მაინც დამჯერად ლაპარაკობენ, ისინი მაინც ათეისტური პოზიციაზე დგანან.
იმიტომ არის ესეთი არეულობა გამიგე და ეს ათეისტური პოზიციისთვის ახლა ეს რაღაც ხედავენ აშკარად აფიქსირებენ და სწორია მათი შეფასება რომ ეს ღმერთი არ არის რა ვეთანხმები აი რასაც ხედავენ ეგ ღმერთი არ არის მაგრამ უკვე მე რო დაუპირისპირდე საუბრით მოვთხრი მაგათ მსოფლმხედველობას მე დამიმტკიცონ რომ ათეიზმი რა არის დამიმტკიცონ გინაციგნებიდან გინდა იმიტომ ეს სადაც რომ მიმახედებ ახლა და ქრისტიანობა და შიოლაშვილი ახლა შიოლაშვილი მეც გეტყვი რომ ეს ფოკუსნიკი არის ახლა უდიდგანვე რა ერთი ჩუჩუტი კაცი არის რომელიც ქართულად ვერ ლაპარაკობს გამართულად არათუ სასწაულს მოახდენს რატო ახლა შიზოფრენია არსებობს ესეთი რამე ფსიქოლოგიაში შიზოფრენია არის და ახლა არ შეიძლება სოციალური შიზოფრენია არ შეიძლება რელიგიური შიზოფრენია გადავხედოთ და წავიკითხოთ ბატონო წავიკითხოთ ფსიქოანალიტიკოსები ამოყაროთ იცით რამდენი შრომებია ეს ვიცი რა როგორი იკულია ჩვენამდე ეს სხვათა შორის რაც ხდება საქართველოში ახალი არ არის ეს ხდებოდა მე-19 საუკუნეში მე-17 საუკუნეში ყველა ეპოქას თან ხდება კრიზისული მეებში ქვეყნებში და შარლატანები მე-15 საუკუნეში აღწერილია ლიტერატურაში აღწერილია სახვით ხელოვნებაში ესა უამრავი ისენია შემონახული ეს რაც ხდება საქართველოში ხლეთ ახალი არაფერი არ არის ამასაც უწერია აი მალე წავა მოიხდის ამ სახადს ეთყობა ერს სჭირდება სახადი და აი სახადის მოხდის პროცესში საწავა ეს უფრო მაინტერესებს რამათ ათეიზმში დაბრუნდება თუ ამას დაწმინდას და იწვის გამოვა ჯანსაღი არა ხალხო ღმერთი არის და გონიურული შესწავლა ამისთვის ღმერთი გონიერებაა და არა ჯადოქრობა და გაგვაცნობს ღმერთის აი სახეს და ნაწილებს რომელიც მოწოდებულია ბიბლიიდან აი ესეთი ჯერ ერში არ ჩანს სამწუხაროდ არის ეს ახლა ეს წარმოდგენები არის სახელმწიფოსაც ჭირდება ხალხი დაკავებულია უმუშევარი ხალხი ყოველი დღე უნდა გაძეძგვილი იმიტომ არის რომ 70% უმუშევარია ყოველი ოჯახში შედის ეგა ხატებით იმით და ცოტა წესრიგს ინარჩუნებენ ცოტა წესრიგს დიდხანს ეგ არ გასტანს მოყირჭება იცის ყველაფერმა მოგეხსენებათ ყველაზე კაი საჭმელიც ყოველ დღე რო ჭამოთ მოყირჭებათ ხო აი ყოველ დღე ხაჭაპური დამჯერეთ მოგწყინდებოთ ხო იმიტომ რომ ორგანიზმისია მოწყობილი უკვე რო გინდა აღარ მიტარა ეს სიტყვი მით უმეტეს ახლა ეგა უგულობა უჯიგრობა სახეზე არის ეს ახლა ხალხი დადის რისთვის ად და გაიგეთ ახლა ეს ბეყეჩო ხალხი დადის ზოგი მიცვალებული ვისაც აყავს ის ხო საერთოდ აღარ მოშორდება ეკლესიას მიცვალებული ვისაც აყავს და ჭირისუფალს ევასება საფლავზე სიარული და საერთოდ იმ ხალხში ტრიალი სადაც ბევრი ჭირისუფალი არის და გაუზიაროს თავისი ჭირისა ის თავისას ერთად მიდიან მოძღვართან კომუნიკაციის სობორულობის რაღაც ახალი ფორმა შემოვიდა გამიგეთ და ძალიან ბევრი მიდის ღამეებს ათენებენ წარმოიდგინეთ ღამეს რო ათენებენ რამდენი ხალხია ერთად ხო ფაქტურად ერთმანეთს იცნობენ კოლექტივიზმი არის რელიგიური მარქსისტული კოლექტივიზმი გაიცვალა რელიგიურ კოლექტივიზმზე ახალი თვისებრივად არაფერი არ იქნება და სახელმწიფო თანდათან უკან მიდის შემოვიდა უსაქმურობა მაღალი დონის აი გადახედეთ სრული უსაქმურობაა გაბატონებული ყველა სფეროში მატერიალური ღირებულები არაფერი არ იქნება ფაქტურად ქვეყანა სულ მალე თუ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა თურქეთში საქართველოში შიმშილი გარანტირებული მაქვს თუ იქ მოვიდნენ მუსულმანები მაგ საკითხს დაგვიკეტავენ გამორიცხავთ რომ თურქეთში არ შეიძლება პოლიტიკური მდგომარეობა იქ არ ცხოვრობდი 5 წელი და 8 თვე იქ არასოდეს არ სიამოვნებდათ რაც ხდებოდა თურქეთში იქ არის ძალები რომელსაც უნდათ მუსულმანების მოსვლა სათავეში და საერთოდ გახდეს მუსულმანური ქვეყანა ერთჩვენერ დღეს ეგ მოხდება იცით რატომ ეგ მაინც ძველი ბიზანტიონია ძველი პავლესადაც დადიოდა და წართმეული ქვეყანაა ეგ ღმერთმა დასაჯა ეს არა ქრისტიანი ფსევდოქრისტიანები და წარც ეგ ქვეყანა ვითარცა თავის დროზე ებრაელებს მოუვიდა აი რაც მოვიდა მეფეთაციგნებში რო წერია აგერ უკვე 500 წელი არის მაგრამ დიდხანს მაგას არ დაუტოვებს ღმერთი მაგას იმიტომ რომ არ წაიბილწება ის 7 ეკლესია რომელიც მოხსენებულია აპოკალიფსში მანდ იყო თურქეთის ტერიტორიაზე რა დიდხანს იბოგინებენ თურქები მაგრამ არანაირად არ მჯერა მანდ ისეთ რამეს ჩააგდეს ერთმანეთს შეჭამენ ეგენი აი გვერდზე ჩვენი მეზობელია მანდ მოვლენ ეგ ძალები სულ ეგრე არ იქნება ჭირჭი ეხლა რო არის ძალით რო არის ხა სამხედრო დიქტატურა რო არის და ვითომ ლაიცისტურ კონსტიტუციის დამცველი როა მოვლენ ძალები იქ მუშაობენ ეგენი მოვლენ მუსულმანები და ეგ საზღვარი დაიკეტება აი მე ვნახოთ ქართველი რას გაკეთებს საჭმელი საიდან შემოვა რა მუსულმანი გონია თქვენ მე იცი რას გაგვიკეთებს ერთადერთ გიკარნახებს წესებს თუ აგრესიული ფრთა მოვიდა მე მაგათ ფრთა ყავთ ისეთი აგრესიული ჯერ არ არის მუსულმანური ქვეყანა და რას გავს მაღალმთიანი რეგიონები აჭარაში ფაქტობრივად ეს არის რა მუსულმანური შემოტევაა თურქეთის
ახლა მარტო ბათუმში წახვიდა და იბანაუს ზღვაზე ეგრე არ არის. მოიარე ის ქვეყანები, ვის აქვს დიდი გავლენა. თურქები შემოვიდნენ. ეწევიან, ფუთფუთობენ, ქოთქოთებენ და თურქი სადაც მიდის, ხო იცით რას აკეთებს? ავცელებს თავისას. თავის თვითმყოფადობად ის ყოველთვის ინარჩუნებს. არასოდეს ის ასიმილირებული არ არის. ესეთი ისა იდეოლოგია აქვს თავში ყველას. და ასეთ რა შემოუშვებ შენთან? ერთიანი დღე შემოგარგო სადა ხარ? ასე როძინ წინ ძალიან ძლიერი ისენია რა სურათები და არ გამორიცხოთ შემოკარგებო ეგა რა. ფრთხილად, სიფრთხილეა საჭირო. ეს მოყიჩდება ხალხს ეს რაც ხდება ეს მირონის ხარშვა, ეს რაღაცა რიჩი დგომა. ეხლა აღდგომაში უნდა ნახოთ რომ და ღამეების თენება, ფეხზე დგომა, ზოგს გულის წასვლები, ზოგი მართლა შიმშილობს და საწყალი დაგერაგერ წაიქცევა, ზოგი ჩუმად ჭამს და რაღაცა საზღვრებები ხდება ვინც ეს. ისე კი მუღდელებს არაფერი არ ეტყობათ შიმშილობის. მე ვინც ვნახე ახლა აი ესენი ჭიქებით ხელში და აი ბური ჭამები და აი ხლაპახლუპი არის და მაგათთვის ეს არ ყოფილა. მარხო მაგათთვის არ არის. ეს მარტო ჯოგისთვის არის, გამიგეთ? ხო და გაივლის და დამიჯერეთ როგორც თეფშების შემოტევამ გადაიერა საქართველოს და კაციშვილი აღარ იხსენებს და არც ხვენიათ იმ ჟურნალისტებს. არცებს რომ გამოათაყვანეს ხალხი და ახალგაზრდა კომუნისტის ამოყარეთ 90-იან წლების ერთი წელი ბეჭდე უდექსისულელეები ყვებავდნენ და ყვებავდნენ ყველა სტუდენტი მეკამათებოდა უშნოთ მე თუ თავში უნდა უკაკუნო ყველას რა ახსოვს ვინმე ეს ეგ ის ბეყერი არ არის ახლა ეს თეფშებს მონატრებული ხალხი აქეთ გადმოცულდა ის ცნობიერება არ არის ახლა მართლმადიდებლობაში ეს ეგ არ გამიკვირდება მე რო ეგ რაღაცებს ხედავენ მე არ გამიკვირდება იმ თეფშებს ხედავ და ყუთელი საქართველოს და რატო არ დაინახავს ნიკოლოზას ხატს მით უმეტეს თუ დაეხმარება რომელიღაც თანამედროვე ტექნიკა და რაღაცა პროჟექტორებს სურათს გამოუხატავს რა უნდა მაგის გაკეთებას ახლა არაფერი არ უნდა ხო ისეთი კაი ტექნიკაა ახლა ნებისმიერ სურათს 3-4 წუთით ლაც და ცაზე გამოგიხატავ ეგ რა თუნდა მაგას ისა რა ფოკუსნიკობა სჭირდება ხალხს ეთყობა გამოთაყვანება და კი ბატონო აგებს პასუხს ღმერთმა არ უთხრა ადამიანს გამოთაყვანდი ღმერთმა უთხრა რომ უფრო მეტად გაჯანსაღდი იგი ჯანსაღი ჭირდება ხო ჯანსაღი გონება ჯანსაღი სული და ეს რა გამოთაყვანებას აქვს ადგილი აი ის არის მოგწონთ მე რა ისე მირონი რო დაარფეს და აჯანდაბა არის ეგა ვის რა თუნდა ეგა რა მირონი არის რა იხარჩება რას გვეკლაუზნიკებიან ესენი და რიგებში რო დგომა რო არის აბა ახლა ამით მონათლა და ნახე თანდათან როგორი ძალაუფლება როგორ შევიდა რა საუდელო ძალაუფლება ყველა ოჯახში დაჭდა რა და როგორ ისე კამათე როგორ მართმად ვიცით რამდენი ოჯახია გადამტერებული კაცშვილმა არის ის ხო ის მოძღვარი თქვენს გამოგილაყებდა თქვენს იცით თუ თქვენ არ იქნებოდით მასთან აი ცოლს აგიჯანყებდათ იცით ყველანაირად ცოლი გადაგემტერებოდათ თქვენ ყველაფერს თქვენზე მიიტანდა იქა გამოგაცხადებდნენ სექტანტად გამიგე ჩაგითრებდნენ იქა რაღაცა ჯადოს მოგიტანეს და წაგისმენდნენ ღამე მირონს დაგასხამდნენ თავზე გამიგე ჩუმად ვიცნობ ეგეთ ოჯახებს რომ ერთი დადიოდა მეორე არა და ძალიან ესეთი კონფლიქტები გაჩაღდა რა ძალიან კონფლიქტური ვინიც რამდენი ოჯახია ესე ხო